მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. ამჯერად მე მინდა გაგაცნოთ პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალები, რომელიც ეხება საქართველოს იმ პერიოდს, ავბედით პერიოდს, როდესაც საქართველოში კანონიერი ხელისუფლება იქნა დამხობილი. 7 იანვარს გერმანულ რადიო გადაცემებში გაისმა ცნობა პუჩის დასრულებისა და ბრჭყალებში ოპოზიციის გამარჯვების შესახებ, რომელიც გამსახურდია ხელისუფლების განდევნას ზეიმობდა ბრჭყალებში. პარიზიდან შევარდნაძე მომხდარს ბრჭყალებში დემოკრატიული რევოლუცია ბრჭყალები დახურლე უწოდა. ტელევიზიით გადაცემული კადრები კი სრულებით სხვა იყო. 30-მდე იარაღასხმული შავი სხეული იყო. მთავრობის სახლის წინ მდებარე ცარიელ მოედანზე ხალხი კვლავაც არსად ჩანდა. ბრჭყალები დახურულია. ბრჭყალები გახსნილია. სამეგრელოს ქალაქ წალენჯიხიდან ცნობები და ვიდეო მასალა მივიღეთ. მთელი სოფლები განადგურებულია, წამებით მოკლედ უდანაშაულო ადამიანები. ბრჭყალები დახურულია. იოჰან მიქაელ გინტერი, ფელიქს შულცი. გადმობეჭდილია საქართველოს სამრეკლომ 1993 წლის 5 მაისს. და ასევე ეს გახლავთ ჟურნალი დიდ რაი, ნომერი 12, 1992 წელი. გაზეთი წიემა ნომერი პირველი 1992 წლის 25 თებერვალს ზუგდიდში კინოთეატრ საქართველოსთან კიტოვანის გვარდიამ ბრჭყალებში დახვრიტა მშვიდობიანი მიტინგი დედის თვალწინ. დახვრიტეს ნიჭიერი არქიტექტორი გოჩა ჯიხი. 1992 წლის 14 აპრილს ფედიონმა ზუგდიდში კვლავ დახვრიტა მშვიდობიანი მიტინგი. ერთ-ერთ აქტიურ მომიტინგეს იმავე დღეს სახლში მიუვარდნენ ტიტე დგებუაძე, სასტიკად აწამეს და ოჯახის წევრების თვალწინ დახვრიტეს. ზუგდიდის ცენტრში მანქანაში 6 წლის ჩაცხრილას სულხან სარია, მისი ძმა ტარიელი სასიკვდილოდ დაჭრეს მხედრიონელმა 1992 წლის 29 თებერვალს. ზუგდიდის ცენტრში მხედრიონელებმა დახვრიტეს სტუდენტი გია ბერულავა. გვაცნობებენ, რომ მათი მშობლები ჩოროწყუდან არიან სვეტლანა და კარლო ბერულავები. ჩოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში 1992 წლის 25 აპრილს მხედრიონელები მიუვარდნენ გულუების ოჯახს, შეეცადნენ 14 წლის გოგონას გაუპატიურებას. მამამ დაიცვა ქალიშვილი, ამის გამო აბო გულუა ადგილზე დახვრიტეს. 1992 წლის 6 ივლისს წალენჯიხაში მხედრიონელებმა დახვრიტეს 4 შვილის მამა გურამ ფიფია. 1992 წლის 16 ივლისს წალენჯიხაში მხედრიონელებმა დააკავეს მერაბ კვარაცხელია, რომელსაც ჯიბეში ედო ლექსი მიწვნის ზვიად გამსახურდია, სადმე ამის გამო ცოცხლად დაწვეს. დამწვარი გვამი გადააგდეს მდინარე ჭანის წყალში. წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მხედრიონი თავს დაესხა ზაურ შელიას ოჯახს. ზაური მძიმე დაჭრეს, მისი მეუღლე მიმოზა შელია კი დახვრიტეს. 1993 წლის 30 ოქტომბერს სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში საკუთარ სახლში ეზოში დახვრიტეს გუჩუ სიგუა. მეზობლებმა ჩუმად დაასაფლავეს ღამით. აბაშაში 18 ტყვიით მოკლეს ელვარდ ჭკადუა. აბაშის რაიონის სოფელ მარანში 26-მა ბეტერმა ცოცხლად გადაჭყლიტეს ავტომანქანა. ჟიგულში მყოფი კუსო ოდიშარია. კუსო ოდიშარია ეს გახლდათ აბსოლუტურად ისეთი ნეიტრალური პიროვნება, რომელიც სპორტული ტანსაცმლით გამოვიდა ქუჩაში. ეს ვიცი, იმიტომ რომ ჩვენი ნაცნობების სიძე გახლდათ. სულ ახალგაზრდა ვაჟკაცი, რომელსაც პირდაპირ გადაუარა მან რა ქვიან ბეტერმა. შემდეგ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მხედრიონელებმა ბეტერზე მიაბეს 80 წლის გადაცილებული ბორის ჩიქოვანი და სოფელის გზებზე ათრიეს. ამავე სოფელში ცოცხლად დაწვეს ალიოშა ცირამოა. ადამიანის უფლებები გაზეთი ნომერი 2 დეკემბერი. 93 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ხონდში ტყვეთ აიყვანეს კორნელი შანავა და მურთას ცირდავა. ორივე სასტიკად აწამეს. კორნელი შათავეს 55 ტყვია ესროლეს, შემდეგ ორივენი ცოცხლად დაწვეს. გაზეთი ლაშარის გორი. 1992 წლის 26 ივლისს შევარდნაძე 12-ისათვის წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაემგზავრა უცხოელი კოლეგების
დახმარებით შევიტყვეთ, რომ ჭალენჯი ხაში მოსახლეობის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო შევარდნაძემ ნორმალური საუბარი ვერ შეძლო. ჭალები გახსნილია ესკორტის სენაკისაკენ გაემართა თეატრის შენობის წინ თავმოყრილი უარყოფითი ემოციებით დამუხტული მოსახლეობის დიდი ნაწილი დელეგაციას ჭალებში იუდას შეძახილით შეხვდა. ჭალები დახურულია გაზეთი 7 დღე ნომერი 26/92 წელი 93 წლის ქრონიკა ოკუპაციის ქრონიკა 23 ოქტომბერი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რომელსაც წინ მიუძღოდნენ მოღალატე ქართველები ხელში ჩაიგდეს სამტრედია და ხონი артиллерийთა და თვითმფრინავებიდან დაიწყეს აბაშისა და მარტვილის რაიონების დაბომბა. 24 ოქტომბერი გარღვეულ იქნა აბაშისა და მარტვილის თავდაცვითი ხაზი იგივე ბარბაროსული მეთოდების გამოყენებით. 25 ოქტომბერს ღამით აიღეს სენაკი, 26-ში ხობი, 28-ში კი საბოლოოდ დაეპატრონნენ ფოცი. 26 ოქტომბერს რუსეთთან ძერჟინსკის სახელობის დივიზიიდან გადმოსროლი იქნა დამატებითი ძალები. 27 ოქტომბერს ღამით ეროვნული გვარდია გადავიდა კონტრშეტევაზე. 28 ოქტომბერს ოკუპანტებისაგან გაათავისუფლეს ხობი მიადგნენ სენაკს. 30 ოქტომბერს გაათავისუფლეს სენაკი, ნათელი გახდა, რომ ბრძოლაში ჩართული ძალები ეროვნული გვარდიის დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. მტერმა ახალი მსხვილი სადესანტო ძალების გადმოსხმდა დაიწყო სენაკის მასირებული დაბომბები. 2 ნოემბერს ფოთში გადმოსხმული იქნა შავი ზღვის საზღვაო ფლოტის ოპერატიული ჯგუფი, რომელიც დისლოცირებული იყო სევასტოპოლში, საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიაში. უკრაინის პრეზიდენტის კავშუკის ოფიციალური ნებართვის მონაწილეობა მიიღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებმა. ამავე 2 ნოემბერს ძერჟინსკის სახელობის დივიზიის 2 ბატალიონმა 1700 ჯარისკაცი მოახდინა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონების ოკუპაცია. 3 ნოემბერს ანაკლიაში გადმოსხული იქნა შავი ზღვის საზღვაო ფლოტი, რითაც დასრულდა კანონიერი ხელისუფლების გვარდიის ნაწილების ალყაში მოქცევა. იმავე დღეს ეროვნული გვარდიის ნაწილებმა დატოვეს სენაკი. 4 ნოემბერს გაარღვიეს ხობის დაცვა. 6 ნოემბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ ზუგდიდში. ამავე პერიოდში ეროვნული გვარდიის ნაწილებმა თავი შეიკავეს სამეგრელოს შეაფარეს მაპატიეთ სამეგრელოს თიანის გაზეთი აღდგომა ნომერი 46 უცნობი კაცის ჩანაწერებიდან 1992 წელი ჭალები გახსნილია. 25 იანვარს კვლავ სენაკში ტარდება მიტინგი. სასტუმრო დიდგორის ბატალიონი დაბაგანაკებული ამ დროს კინოთეატრ რუსთაველთან ჭალებში თეთრი ფერის ჟიგული ჭალებში გაჩერდა. ერთმა შავწვერიანმა კაცმა მანქანის მინა ჩამოსწია. ავტომატის ლულა გამოყო და ისროდა ტყიამ. ერთ-ერთ ბინაში მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა, აწვდა საშინელი ცივილკივილი და ამ დროს მოვიდა ჯავშნიანი მანქანა და მომიტინგეებს დაერია. ატყდა სროლა, მოკლეს 6 მომიტინგე, ხოლო 9 დაიჭრა. გაზეთი აღდგომა 24-30 ივნისი 1993 წლის აპრილის ერთ-ერთ დღეს ნოქალაქევში მუხანათურად თავს დაესხნენ სენაკის გვარდიელებს. 2 მათგანი ადგილზე მოკლეს, ერთი კი რამოდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. სენაკელი ყმაწვილი ზაზა ჯაიანი დაკრძალვის დღეს ქალაქის ცენტრში გამოასვენეს. ჩატარდა ხალხმრავალი სამეგრელოებიანი მიტინგი. გაუწყებს გურამ გრიგოლია საქართველოს სამრეკლო 1993 წლის დარჩელში სახელგანთქმული ქურდების შემოდიან ჭალებში. სოფელ დარჩელის დიდი ძარცვა 13 ნოემბერს დაიწყო და ასე გაგრძელდა 16 ნოემბერს. აღარც ლტოლვილები დაინდეს. მცირე შესუხებად საკმარისი იყო, რომ ადამიანისთვის ტყია ესროლათ. სოფელს ესროდნენ ჯავშნიანი მანქანებიდან, ასევე ტყიან ფროებიდან. ნაძავს კამაზებში აწყობდნენ, ცარიელ სახლებს კი ცეცხლს უკიდებდნენ. მით უმეტეს თუ ლამაზი სახლი იყო, ესროლეთ, დაწვით, გაანადგურეთ. კიო და კაცი ჯულიეტა მაპატიეთ ჯულიეტა სიჭინავას გადაუწეს სახლი. შალვა ბიგვავა გადამწვარ სახლში რო დაბრუნდა, ნახა რომ 2 კამეში და 2 ძოხაც მოუკლოთ. ქართმები ჭაში ჩაუყრიეთ. გადაწვეს კონსტანტინე და იური ხუბუების სახლები. სულ 19 ბინა. ლაშარის გორი გაზეთი. შემზარავის სანახავი იყო დარჩელი მეორე დილით გენო ვართაგავას, კორსანტელ ხუბუას, სერო აფსანძის, პალიკო სიჭინავას, კაკო ჭანტურიას, ვალერი კუკავას, დემური კილასონიას, ბოჩო ჯიქიას და სხვათა ჩანაცრული სახეები ჯერ კიდევ ბოლავდნენ. ქუჩაში დახოცილი პირუტყვი, ხარკამეთში ძროხა ღორი ეყარა, ჩელა ახლა დაცხრილური თავისივე სისხლის გუბეში. ჩელა ახლა
დაცხრილული თავისივე სისხლის გუბეში ეკდო. ნატო კურსანტიას ინფორმაცია გაზეთ შანსს მიაწოდა. ხობის რაიონის ბიულეტენი ქაჯაია მზარი, სოსელია ჯამბული, სიჭინავე ეზოპე, კობახიძე, მერაბი, ხურცკაია, უჯა, ხელაია, ბუთხუზი, გვაჯაია, მურმანი, გვაჯაია, ნაირა, ნაჭებია, გვე, ჯანჯღავა, ზაური, კვარაცხელია, გოგი, კვარაცხელია, გია, ჭაჭია, მამუკა, პერტია, გელა, ზაქარაია, ველოდი. ყველა ესენი დახვრეტილები არიან. დაბეჭდა გაზეთმა აღდგომა მწერალი წალენჯიხიდან თამრიკ კვარაცხელია, როცა სოხუმიდან დაუბრუნდი წალენჯიხაში, ბავშვებს თვალში მოხვდათ ცარიელი კედელი, სადაც ბატონის ზვიადის სურათი ეკიდა. 3 წლის დათომ გაოცებულმა იკითხა ბებია, სადაა ზვიადის სურათი. სანამ რამეს მოვიფიქრებდით, 2 წლის სალომე მივიდა მასთან და ნაღვლიანად უპასუხა. ბანდიტმა წაიღო ზვიადის სურათი. მე ისევ იმედიანად გააგრძელა. მალე მოვა ზვიადი. ბრჭყალებში საქართველოს სამრეკლო 93 წლის 7 aprilი. როდიონ ჯალაღონია მოკლეს მარტვილში, მურთას მიქავა მოკლეს ზუგდიდში, რამაზ ზურგავა მოკლეს იანვარს და მოათავსეს საავტოფოში და იქ გარდაიცვალა. დახვრიტეს საავტოფოში, მივიდნენ და იქ დახვრიტეს. გიანა ყოფია მოკლული იქნა ცაისში, გურგენ ფირცხალავა მოკლეს მარტვილში, ზურაბ სოტკილავა მოკლეს ჩოროწუში, რომან კორკელია მოკლეს ზუგდიდში, გია შედანია მოკლეს ზუგდიდში. საქართველოს სამრეკლო 93 წელი ბადი ქვარიანი მხედრიონების ცელოფანის პარკით გაგუდეს. მხედრიონელებმა კოტე ჩავაკა ბერია ბეტერით გაჭრდეს სენაკში, სოსო გეგელია მოკლეს სენაკში, ზალ ჩიკობავა მოკლეს სენაკში, გოჩა ხუნწარია ტყვია სენაკში მიტინგის დარბევისას ნასროლი ტყვია მოხვდა ბავშვს. ესე იგი ზურაბ კვინიძე მოკლეს სენაკის სადგურზე, ხვიჩაცაავა მოკლეს სენაკში, ავთანდილ ელიავა მოკლეს მხედრიონელებმა მიტინგის დარბევის დროს სენაკში. რუსუდან ჭანტურია სენაკელი გამოდიოდა სიტყვით მიტინგებს მხედრიონელებმა სახლში დახვრიტეს. საქართველოს სამრეკლო 93 წლის 7 აგვისტო. ჯემალ ქოჩუა მოკლეს ზუგდიდში, კახა მიქავა მოკლეს თავისუფლების მოედანზე, გია ესებუა ზუგდიდელი დაიღუპა მთავრობის სახლთან 23 დეკემბერს, მალხას ალექსანდრია მოკლეს ზუგდიდში, ნინო ფუტკარაძე ფიცხალავა მოკლეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ენოქი შონია მოკლეს ზუგდიდში, ლადოქა ესართია მოკლეს წალენჯიხაში. საქართველოს სამრეკლო 93 წლის 24 ივნისი, გენადი ბოხუა მოკლეს სენაკში, მერაბ ქარდავა მოკლეს წალენჯიხაში, შაქრო შიშინაშვილი მოკლეს ზუგდიდში, ჯემალ კარტოზია სასტიკი წამებისაგან გარდაცვალა ქუთაისში, მამუკა ცხადაია მოკლეს სოფელ ცაიშთან. საქართველოს სამრეკლო 93 წლის 9 ივლისი. ეს გითხარით უკვე იმაზე სლავა მინჯიასთან დაკავშირებით მაქსი ინფორმაცია. ზაზა პერტახია მოკლეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში. წალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიფთან მხედრიონელებმა დახვრიტეს ჩოროწყველი ახალგაზრდები, ბეჟან ვეკოა, თემურ სოსელია, გურამ ხორავა, მათე კვირკველია, ედი ციფურია, კახა ხუბუტია. გაზეთი მარჯი. ლაიმონი მაისურაძე პრეზიდენტის დივანი მოკლეს 92 წლის 6 აპრილს წალენჯიხის სკულის გზაზე. არ არის სწორი, ვერცენდან არ უსრიათ, იგი მოკლა ზაზამ ჭედლიძე. იგი არის თბილისელთა საძმოს ერთ-ერთი წევრი, გია უჩავას მოადგილე. მოკლა ლალი მაისურაძე, არავითარ ფრენს არ უსვრია, გამოიყვანა სკურიდან და დაუსახლებელ ადგილში ტყეში გადმოიყვანა მანქანიდან, ავტომანქანიდან და დაცხრილა პირდაპირ. გადახსნა მისი თავის ქალა, ქვედაყბაცალკე და ზედაყბაცალკე დაუტოვა, მერე გადაჭრა წელის არეში მთლიანად აი ასეთი საშინელი სისასტიკით. ეს არის ზაზა მჭედლიძე, გია უჩავას მოადგილე. ასე რომ იცოდეთ ყველამ და აქ არაფერი არ არის, ეს ზუსტად ზაზა მჭედლიძე ჩვენ გვახლდა, როდესაც დაგვატოვებინეს იძულებით თბილისი. ეს ის გია უჩავა და ზაზა მჭედლიძეა, რომელსაც თბილისელთა საძმოს სახელით იყვნენ შენიღბულები და სინამდვილეში ჩვენ დაგვადევნა შევარდნაძის, იოსელიანის, რუსეთის ბანდება, ვინაიდან გია უჩავა იყო რუსეთის სამსახურში, იგი იბრძოდა ეგრეთ წოდებულ იბრძოდა ავღანეთში და იგი საკმაოდ
გამობრძმედილი ჯალათი გახლდათ და დაგვადევნეს ჯალათების მთელი ბანდა თქვენ კარგად მოგეხსენებათ და უფრო სწორად გამოგვაყოლეს მე მოგახსენეთ ამაზე უკვე რომ ეს იკარუსით ხდებოდა ამიტომ ამაზე აღარ გავაგრძელებთ შემდეგი გახლავთ აქ არის ხო სენაკში 19 საათზე 15 წუთზე გამოჩნდა მანქანების ესკორტი საიდანაც ედუარდ შევარდნაძე გადმოვიდა მის გამოჩენას ქალები კივილითა და ვაშლების სროლის შეხვდნენ დაძაბულობის ეპიცენტრმა შემდეგ ეზოდან თეატრის სცენაზე გადაინაცვლა საზა ჯარკავა 7 დღე ესე იგი 24 ივლისი შევარდნაძის ჩამოსვლა სენაკში იმ დილით ახალგაზრდა გარდაიცვალა ქუჩაში სხვა ხალხი გამოვიდა შევარდნაძის გამოჩენისთანავე ხალხის აშფოთებამ კულმინაციას მიაღწია ისმო და უსამართლობისგან გამწარებულ ადამიანთა კივილი ისროდნენ ქვებს თამამო ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია სურათები ეს დამორჩილებელი სენაკის ქრონიკა გურამ გრიგოლიას ინფორმაცია გადმობეჭდა საქართველოს სამრეკლომ კრის ვერნერის ფილმი კარგად მოგესწრებათ იწყება საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია ინგლისის ჩანაწერით თქვენ გონიათ საბჭოთა კავშირი დაიშალა საბჭოთა კავშირი კვლავ არსებობს მისი სტრუქტურები ადგილზეა ჟურნალისტი მოკლე სიუჟეტს აკეთებს ეროვნული ხელისუფლების გამარჯვებისა და დისიდენტი პრეზიდენტის დამხობის შესახებ შეიარაღებული სამხედრო კრიმინალური გადატრიალების შესახებ ძირითადი ნაწილი ფილმისა ეთმობა ხუნტას და მიხედვიონის დანაშაულებრივი ქმედებების დაფიქსირებულია რამდენიმე მათგანის ინტერვიუები ასევე კანონიერი ხელისუფლების მომხრეების უზენაეს საბჭოს დეპუტატების ინტერვიუები და მათ გამოყენებული რეპრესიები და პატიმრებები და წამებები ნაჩვენებია ზვიად გამსახურდიას მომხრე მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტები 91 წლიდან იანვრის ჩათვლით ასევე არის გადაღებული 3 იანვრის დიდუბის მეტროს მიტინგის ასევე კადები ედვარდ შევარდნაძე და ბეიკერის საზეიმო ბრჭყალებში კადები რესპუბლიკის მოედანზე ამ სულ რამოდენიმე მეტრში ფილარმონიის მისადგომიდან იხვრიტება მშვიდობიანი მიტინგი სროლის სხვა ქალაქის ცენტრში კარგად ისის მაგრამ ბეიკერი ღიმილით შეჰყურებს ხუნტის მეთაურს ფილმში ნაჩვენებია აწიოკებული და დარბეული სამეგრელოს რაიონი ინტერვიუები ზუგდიდის მისადგომებთან მათი შეუპოვარი მშვიდობიანი ბრძოლა მხედრიონის წინააღმდეგ შევარდნაძის ზუგდიდში აგზავნის ხუთის წარმომადგენელს ნოდარ ნათაძეს ირაკლი ბათიაშვილს გოგა ხაინდავას მშვიდობიანი მოსახლეობა ითხოვს სოფლიო ქვეყნებისაგან ყურადღებას მთელი ზუგდიდი ქუჩაშია გამოსული მომიტინგეებს ხელში უკავიათ ბატონ ზვიადის სურათები საქართველოს ზარები ასეთი გაზეთი გამოდიოდა როგორც ფილმი ყოფილა ბამპატიეთ დოკუმენტურ ფილმს დართული აქვს რუსულენოვანი კომენტარები ძირითადად ფილმი ეთმობა ქალაქ თბილისში უკაცრავად მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციის დახვრეტებს კადრში ჩანან დაღუპული ახალგაზრდა მომიტინგეები ასევე ნაჩვენებია კადები კოლხური კოშკის დაწვის შესახებ მძიმე საყურებელია კვლავ მოჭრილი მხატვარი ვახტანგ ნოდიას პროჟექტურაში კლავი ბოდიში კლავი მოჭრილი მხატვარი ვახტანგ ნოდია პროჟექტურაში ამის გამო მოშეს კლავი რომ დახატა ზვიად გამსახურდია ჩდება კადრები ცოცხალი ნოდიასი რომელიც სხვა მომიტინგეებთან ერთად ესალმება ზვიად გამსახურდიას 1993 წლის 24 სექტემბერს ზუგდიდის ცენტრში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე არსებობს დოკუმენტური კადრები შევარდნაძის ჩასვლისა სამეგრელოში თურა წინააღმდეგობას უწევს მოსახლეობა პროტესტის ნიშნად მას ეძახიან იუდას სატანას გაწითლებული შევარდნაძე გაბატონებული სახით უყურებს მშვიდობიან პროტესტის გამომხატველებს დღემდე მასმედია მრავალი წლის გასვლის შედეგად არ აჩვენებს ამ კადრებს მხოლოდ ძალიან პატარა სიუჟეტი გაიპარა დოკუმენტურ ფილმში გამსახურდიას სახელით სადაც ცრუ ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა სათავისოდ გამოიყენა მისი კომენტარი დეზინფორმაციას ავრცელებს კადრები კი სხვა თუნდაც რამოდენიმე წამიანი სიმართლეს თუნდაც რამოდენიმე წამიან სიმართლეს ვერ ფარავენ შემდეგი გახლავთ ზვიადი რომ დამარცხდა თქვა მამაჩემ კონსტანტინეს მივწეოდე თუ აქედან წავიდეო საქართველოს პირველი პრეზიდენტი აფხაზეთის ომის უკანასკნელ დღეებში წერილის ავტორი გახლავთ სერგი საჯაია ჩაწერილია მანანა გიგიას მიერ ზვიად გამსახურდია უკაცრავად
ზუსტად გამსახურდი არ მოელოდა იმდენ მოღალატეს რამდენიც შემდეგ ამ შეიარაღებაში აღმოჩნდა, თუმცა სამარეში ისე ჩავიდა, რომ ყველა მოღალატე მის თვალწინ არც გაშიფულა და მის მერე შემდგომ დრონში გაიშიფრა. ბატონი ზვიადი ბოლოს 93 წლის 3 ნოემბერს ნახე თავისთან დამიბარა მეწარუდგინე აფხაზეთის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ანგარიში და უახლოესი გეგმა. ზრდილობიანად მომისმინა მივხვდი, რომ სხვა იყო მოწვევის მიზეზი, ამ სხვაზე საუბარი ვერ შედგა, რადგან სხვები შემოვიდნენ და იძულებული გავხდი ოთახიდან გავსულიყავი. იხსენებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი სერგი საჯაია. ის კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, თუ რითი ასაბუთებს ამას, მასთან ინტერვიუდან შევიტყობთ. ბატონი სერგი გამსახურდიას ხელისუფლებაში აფხაზეთის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და რაც სააფხაზეთო მიმართულებით კეთდებოდა, ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული. ის დევნილია, სოხუმელია, წლების მერე სეპარატისტთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანდო კაცი შეიპარა და თავის ეზოკარს, რომელსაც უკვე ნასახლარი ჰქვია, სურათები გადაუღო. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდიდან მას მოყოლილი და გასახსენებელი ძალიან ბევრი რამ აქვს. სერგი საჯაია სანამ დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გრონზდან ზუგდიდს მობრუნდებოდა, მან 93 წლის 19 ივლისს დარეკა ჩემთან სოხუმში და მიკარნახა თავისი ცნობილი მიმართვა აფხაზეთში დისლოცირებული საქართველოს მეომრებისადმი, რომელშიც გაგვაფრთხილა, რომ ქართველი ერის ზურგს უკან მზადდებოდა მოღალატური გარიგება, რომლის პოლიტიკური დოკუმენტის სახეს მიიღებდა და რომლის შესახებ მოხდებოდა ჩვენთვის სამამულო ომში ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ცხუმ აფხაზეთის დამცველთა განიარაღება, რაც შესაძლებელს გახდიდა ქართული მოსახლეობის გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას. ეს მიმართა მეორედეს გამოვაქვეყნეთ გაზეთ აღდგომაში, გახსოვდეთ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადისო, გვაფრთხილებდა ბატონი ზვიადი. მაშინაც და მანამდეც ჰქონდა საშუალება დევნილი პრეზიდენტისათვის მეთქვა, რომ მას არ მიეწოდებოდა სწორი ინფორმაცია შექმნილ მდგომარეობაზე და მოვლენებს, როგორც სამეგრელოში დისლოცირებული ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტში, ისე რომ მთლიანად ეროვნულ წინააღმდეგობაში უხილავად მართავდა სხვა მარჯვეთ შენიღბული ძალა. ჩემთან ერთად ვგულისხმობ ვალერი გაბელიასა და ჯემალ გამახარიას ფრჩხილები დახურულია. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ეროვნული დამოუკიდებლობის ცენტრი ფაქტობრივად ნამესტნიკი შევარდნაძის აგენტურით სავსე ზუგდიდიდან დედაქალაქში გადმოგვეტანა. ამისათვის მე და ჯემალ გამახარია 92 წლის 28 დეკემბერს კონსპირაციულად ჩავედით თბილისში და შევხვდით ეროვნული მოძრაობის საჩინო მოღვაწეებს, მაგრამ სამწუხაროდ მრავალი მიზეზის გამო მოვლენები არ განვითარდა ისე, როგორც ეს სჭირდებოდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. იმპერიის სპეცსამსახური ამისათვის უკეთეს მზად ყოფნაში აღმოჩნდა და შედეგად აფხაზეთი გასხვისდა. ამის შემდეგ შეგრძნება, რომელიც 1993 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდში სოხუმის დაცემის მეორე დღეს ზვიადთან მის სამუშაო კაბინეტში დამეუფლა, გახლდათ ის, რომ ჩემს წინ იდგა ვითარების მძევალი ადამიანი, რომელიც ეპოქის ტლაპოში ისე იდგა, მის ხალი ჭუჭყი არ მოსცხებია. მე მაშინ შევძელი მისთვის ამეხსნა შეულამაზებელი სინამდვილე და აქედან გამომდინარე ველოდი მორიგ საბრძოლო დავალებას. და რა იყო დაბრუნებული პრეზიდენტის პირველი დავალება? ზვიადი სოხუმის დაცემამდე რამოდენიმე თითად ჩამოვიდა და პირველი, რაც ჩამოსვლისთანავე მოითხოვა, გახლდათ საზოგადოებაში საყოველთაო ეროვნული სახალხო თანხმობის მიღწევა და რევანშისტული განწყობის აღმოფხვრა. 24 ოქტომბერს შეუდგა ერთიანი სამამულო ფრონტის შექმნა სოხუმის დასაცავად, მოინახულა მდინარე კოდორზე ფრონტის ხაზი, იქვე კინდრის მიდამოებში გამაგრდა ეროვნული გვარდიის მის მიმხრობილი ნაწილები. ამავე დროს იგი შეუდგა სოხუმის დაცვის კოორდინაციას და ამიზნით დაიწყო მოლაპარაკებები ფაქტობრივი ხელისუფლების გენერლებთან და ვითომ გენერლებთანაც კი საქმე დაიძრა. კვლავ გაჩნდა იმედი, მაგრამ 3 წერტილი ცხადია, ვინც სოხუმს დაიცავდა და მტერს უკუაგდებდა, საქართველოს მოსახლეობა მას აღიარებდა წინამძღოლად. ამიტომაც შევარდნაძემ წინასწარ მზაკულად განიარაღებულ ქართველ მეომრებს უკან დაახევინა, რათა გეგმა ზომიერად გაესხვისებინა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ცხუმ აფხაზეთი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა უმეტესობა მეგრული წარმოშობის ქართველები იყვნენ, შეიტყვა კოდორის ხეობაში და პირწმინდად გააძარცვინა მის მიერვე აღზევებულ
თოფოსნებს, რათა გამოეწვია სვან მეგრელთა კუთხური შუღლი და სისხლისღვრა. 1993 წლის 27 სექტემბერს მდინარე მაჭარასთან, სოხუმის გარეუბანში აფხაზეთის ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ქართული მხარის იმ ნაწილს, რომელიც ხელმძღვანელობდა გაუბედურებული ხალხის კოდორის ხეობაში შეტყუებას, განუცხადა, რომ მდინარე კოდორის ზღვასთან შესართავთან სოფელ ოჯიბინესთან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალებს გაჭრილი ჰქონდათ უსაფრთხო დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსახიზნად სოხუმიდან და გულრიფშიდან. პასუხისმგებლობა ავიღე როგორც მოსახლეობის, ასევე ჩვენთან დაპირისპირებული ხელისუფლების უსაფრთხოებაზე, მაგრამ მათ ალტერნატიული გზის არსებობა მაინც არ დაუმალეს 10,000-ობით ადამიანს და სასიკვდილოდ გაწირეს. თან ცოდვას მორიგი ცოდვა დაუმატეს ხალხს, ეუბნებოდნენ ზვიადმა ჯარი არ გამოატარა, აფხაზეთი დაგვაკარგინა, ახლა კი სამეგრელოში არ გებულობთო, მეგრელებმა გვიღალატესო სამაგიეროს სწორედ იმ დერეფნით გამოიპარნენ და სამეგრელოს გავლით გააღწიეს სამშვიდობოს თავქუდ მოგრეჯილმა გამოქცეულმა გენერლებმა, მათ შორის პაატა დათუაშვილმა და ზაურ უჩაძემ. სხვათა შორის ჩვენ მცდელობას აღსაკვეთად სათანადო განკარგულება გაიცა, როგორც მოგვიანებით აც გარდაცვლილმა ამ დროს ოფიციოზმა თემურ ფიფიამ დაწერა გაზეთ საქართველოს რესპუბლიკა 1994 წლის 17 აგვისტოს. ფრჩხილები დახურლია. მე მაშინ ადგილზე უნდა დავეხრიტეთ, ხოლო ამას წინათ პოლკოვნიკა სერგო წურწუმიამ აღიარა, რომ გარკვეულ სამსახურებს ჩემი და ჯემალ გამახარიას ლიკვიდაციის დავალება ჰქონდათ მიცემული. ბატონი ზვიადი რას ამბობდა ამ შემთხვევაში, რა სტრატეგიას მიმართავდა? როცა ზვიადმა მოისმინა ჩემი ანგარიში კოდორზე საგანგებო რწმუნებით დამევალა, მაშინვე ჩამეყვანა დამხმარე ძალა კოდორზე, მაგრამ უკვე ოჩამშირეში შემხვდნენ შევარდნაძის ძალისხმევით უთავბოლოდ გამოქცეული ბრბოთქცეული ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობის ნაკადი. ამ ქაოსში ზუგდიდში მობრუნებულს დამევალა აფხაზეთის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელსაც უნდა უზრუნველყო პირველი საველე სასანგრე პირობებში აფხაზეთის დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავება, მეორე უბედურების ადგილიდან დევნილი მოსახლეობის სამშვიდობოს გამოყვანა, ფრჩხილები გახსნილია, მათი აღრიცხვა, სამედიცინო დახმარება, დაბინავება, გამგზავრება, კვება და ასე შემდეგ. სამხედრო დავალებებს ბატონი ზვიადი გროზნოდან ხელმძღვანელობდა, რა თქმა უნდა, მანამდეც იყო მრავალი დავალება, მათ შორის 93 წლის 19 ივლისს მიღებული მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობისაგან სახალხო ლაშქრის ჩამოყალიბებასა და მათ შეიარაღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული დავალება არ გულისხმობდა ჩვენს ჩართვას ფაქტობრივი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების შეიარაღებულ ნაწილებში, ამ საქმეში უდიდესი თანადგომა გამოგვიცხადა ამჟამად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, რადგანაც ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებთან ამ შემთხვევაში მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე უარი ვთქვით, იგი მოვიდა იქ, სადაც ჩვენ მოვითხოვეთ. აფხაზეთის სამხედრო კომისიამ პოლკოვნიკ ვახტანგ ვეკუას სამუშაო კაბინეტში ეს მოხდა იმავე 19 ივლისს და ჩვენ მას გადავეცით ბატონ ზვიად გამსახურდიას გაფრთხილება იმ ღამითვე გასცა შარტავამ განკარგულება ჩვენთვის საბრძოლო შეიარაღება გადმოეცათ, ასე შეიქმნა მოხალისეთა საბრძოლო რაზმი იაშთხვა. მანამდე როგორც იცით, დევნილი პრეზიდენტის მომხრეებს ეჭვით უყურებდნენ, დევნიდნენ და საბრძოლო იარაღის გაპიროვნებისაგან თავს იკავებდნენ. სხვათა შორის ამ რაზმს სოხუმის დასაცავად უმძიმეს ბრძოლებში მოუწია ჩაბმა. ასეთივე დავალებით პრეზიდენტისაგან ჯემალ გამახარია მივლინებულ იქნა გალის რაიონში. ზვიად გამსახურდიას რწმუნებით 26 ივლისს სოჭის ვერაგული გარიგების წინადღეს სოხუმში ჩვენ სოსუ ჯომიდავა, გურამ ლაკია, ქობალია, გამახარია, საჯაია, დავითაია შევხვდით ფაქტობრივი ხელისუფლების გენერლებს, ადამიანს, გულუას, უჩაძეს, ჯანაშიას, პოლკოვნიკს, ამჟამად საქართველოს ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრს და აუხსენით იმ საფრთხის შესახებ, რაც მზადდებოდა. და დაისახა საერთო მოქმედებების გეგმა. სამხედროება ამისით განაგრძეს შეხვედრები, მაგრამ საერთო ძალისხმევა შევარდნაძისა და ჯაბაიოსენის წყალობით ისევ ჩაიშალა. მაშინ ზვიადისა და სეპარატისტული ძალების ალიანსზეც იყო საუბარი. აფხაზეთში არც მაშინ და არც დღეს კანონიერი ხელისუფლება არ არის. იქ იყო სეპარატისტული ხროვა, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. ბატონ ზვიად გამსახურდიას კი არ შეიძლება ამ ძალებთან რაიმე ურთიერთობა და კავშირი ჰქონოდა, ეს გამორიცხვა
გამორიცხულია. მისი საქართველოში ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ჩვენთვის სამომავლო ომისათვის ეხამძღვანელა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის გასხვისება. იმ ომში სეპარატისტული ხელისუფლება იყო რუსეთის მოკავშირე. ვიზუალურად ჩანდა, რომ სეპარატისტები იბრძოდნენ, მაგრამ მათ უკან იყო რუსეთი თავისი შეიარაღებით. ეკონომიკით არ შეიძლებოდა ზვიადს ჰქონოდა მათთან კავშირი, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ოკუპაცია დაიწყო იმ პუტჩით, რომლითაც ზვიად გამსახურდია საქართველოდან გააძევეს. ეს პუტჩი, რომ რუსეთიდან იმართებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამ პუტჩის უკან გაცილებით სერიოზული ძალები იდგნენ, ვიდრე კიტოვანი და იოსელიანია. აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას რაიმე შეხება თუ ჰქონდა, არანაირი მას შეხება ჰქონდა სულ სხვა ძალებთან, ჯოჰარ დუდაევთან და აფხაზეთის აფსუა მოსახლეობის კონსტრუქციულ ნაწილთან, მაგრამ ის არანაირ კავშირში არ იყო არძინბასთან. არ დაგავიწყდეთ, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილი გაიგეს სეპარატისტებმა, დღესასწაული გამოაცხადეს და ზეიმით აღნიშნეს. მაშინ როგორ შეიძლება აიხსნას აფხაზეთის ტერიტორიაზე ზვიადის გადაყვანა, როცა ზუგდიდში მხედრიონი შევიდა. ზვიადი იყო ვითარების მძევალი და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს შესაბამისი მხარის სათანადო გარანტიებით. იყო ინფორმაცია, რომ თითქოს იქ ვითარება ჯოჰარ დუდაევის კონტროლ ქვეშ იყო, მაგრამ შემდეგ ასე არ აღმოჩნდა და იქ დახვდნენ მოსკოვის მიმხრობილი ძალები. ზვიად გამსახურდია, როგორც კი აღმოჩნდა, მას მოსთხოვეს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც ცნობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამ პირობებში მას რუსეთი გარკვეულ რეგლამენტებში შეუნარჩუნებდა პრეზიდენტობას, თუნდაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, მაგრამ ზვიად გამსახურდია არ დათანხმდა ამას. მაშინ ბალტინის წარმომადგენლებმა ჰკითხა, იცით თუ არა ეს რით დამთავრდებაო? ზვიადმა უპასუხა, ჩემი სიკვდილით და წამოვიდა. იცოდა, რაც მის უარის თქმას მოყვებოდა და ასეთ დასასრულს ელოდა კიდეც. ზუგდიდში იმ ტანკების გამოჩენას როგორ ახსნით, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფხაზეთიდან გამორეკეს? ვიმეორებ, ზვიად გამსახურდიას იყო საკმაოდ რაოდენობის მტრის აგენტურა. მე ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიყავი აფხაზეთის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცი, რასაც ვამბობ. გამორიცხული იყო ჩვენი სამსახურის გვერდის ავლით, რაიმე გადაწყვეტილება მიიღო ზვიადს აფხაზეთის მიმართულებით, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ჩვენი გვერდის ავლით, იმ ოდიოზური ძალების მიერ, რომლებმაც ისარგებლეს ჩიხური ვითარებით. ეს შემოაგდო რუსეთმა იმისათვის, რომ მოემზადებინა პლაცდარმი დროსა და სივრცეში არარსებული მეგრული სეპარატიზმისათვის და თუ გამოუვიდოდა, საფუძველს ჩაუყრიდა აფხაზურ მეგრულ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოს. ბუნებრივია, ეს არ იყო ზვიად გამსახურდიას და საქართველოს ნება. იმ ტანკებმა, რომლებიც მაშინ ზუგდიდში შემოვიდნენ, გადაიარეს არა მარტო ქართველების, არამედ თვით აფსუათა გვამებზეც. როცა სეპარატისტთა ტანკები ქალაქის ცენტრში ნახა დევნილმა პრეზიდენტმა, ნუ თუ არ იკითხა, აქ რა უნდა? იკითხა კი არა, აღშფოთდა და იყვირა, ვინ შემოუშვა, შემდეგ დაიბარა ისინი, ვინც უნდა დაებარებინა და შესაბამისი ზომებიც მიიღო. რა უთხრა, ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით შემდეგს. იმ ტანკებს ზვიადის ერთგულ ჯართან ერთად არ უბრძოლია, გაიყვანეს. ეს იყო რუსეთის ხრიკი, რათა სამეგრელოს გასტეხოდა სახელი და სამწუხაროდ, როგორც დანარჩენ საქართველოში სამეგრელოშიც იყვნენ რუსეთისგან დაგეშილი ძალები, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის ინტერესების გატარებას, ანუ სულ ცოტა ფოთამდე, ქუთაისამდე რუსეთის საზღვრების გადმოწევას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც გამსახურდიას დაბრუნებას მოყვა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს იყო დაბრუნება დამარცხებისათვის. არ არის ეს მთლად ასე აქ საკითხი, ასე არ უნდა განიმარტოს. პირველი, რას გეგმავდნენ ზვიად გამსახურდიას საქართველოში ჩამოსვლის პასუხი არის ასეთი, არ არის ეს მთლად ასე, აქ საკითხი ასე უნდა განიმარტოს. პირველი, რას გეგმავდნენ ზვიად გამსახურდიას საქართველოში ჩამოსვლის ჩასაფრებული ძალები და რა უნდა მიებათ მისი ასეთი ნაბიჯისათვის? მიმაჩნია, რომ პირველი, რუსისტული აგრესია შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საოკუპაციო ექსპედიციების შეენიღება მის მიერ პროვოცირებულ ეგრეთ წოდებულ ქართულ ოსურ საომარ ავანტიურით, ვითომ საქართველოს სამოქალაქო ომითა და ამგვარი პროვოკაციებით, რათა საქართველოს დაპყრობისა და ეგრეთ წოდებული დასავლეთის ჭაობურ დემოკრატიასთან გადანაწილება ქართველი ერისთვის დარჩენილიყო უხილავად. ბანი საქართველოს გაეხლიჩათ რამოდენიმე დამოუკიდებელ ოპერეტულ სახელმწიფოდ. განი
შეეკოწიწებინათ ახალი სეპარატისტული კერა დონი საქართველოს ერთ უმნიშვნელო ნაწილში ხელი შეეწყო კანონიერი ხელისუფლების დროებით დამყარებისათვის, რომელიც უნდა ეიძულებინა ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. ენი საქართველოს დამარცხება დაბრალდებოდა არა რუსეთსა და ადგილობრივ კოლაბორაციონისტულ ძალებს, არამედ თვით ეროვნულ მოძრაობას, რათა ხალხის თვალში სახელი გასტეხოდა. მეორე, რას აპირებდა თვითონ ზვიად გამსახურდია? ამ პასუხობს თანსაჯაია. ეს პირველზე გასცე პასუხი, მეორეზე იმ ინფორმაციებიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს შესახებ, მან მოვლენათა განვითარების სლაგეზი ზუსტად გათვალა. საქმე მიდიოდა საქართველოს გავლენის სფეროთ გადანაწილებისაკენ და მისი ამ სახით ოკუპაციისაკენ. ამის მოწმე მე დამეთვალყურე ის ვერ იქნებოდა და ჩამოვიდა, რათა არ დაეშვა ეს. მას როგორც ეროვნული მოძრაობის სახის განსაზღვრელს უნდა ეხსა ქვეყანა განადგურებისაგან. მესამე, ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურებით და მისი იდეების დისკრედიტაციით ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის სრული ლიკვიდაცია, ეროვნულ ზნეობრივი ღირებულებების ჩამოფასება და მის ადგილზე ეთნოდივერსიული შინაარსის ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას გარემოცვაში მის შეღწეულმა აგენტურამ შეძლო საინფორმაციო სისტემის მიზნობრივი დანაგვიანება, ამიტომ ყველაფერი ვერ იქნა ბოლომდე გათვლილი. შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა დროებით დამარცხდა. ზვიადის გამოჩენამ შეკითხვა, ზვიადის გამოჩენამ სამეგრელოსა და აფხაზეთში შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საერთო ჯამში მაინც დახატა სურათი, რომ ქართულ-აფხაზურ ომში ზვიადმა ქართული მხარე შუაზე გახლიჩა. ვიმეორებ, ეს არ ყოფილა ქართულ-აფხაზური ომი. ამ საომარ ავანტიურაში რუსეთი გვებრძოდა სეპარატისტულ ძალებს ამოფარებული. მეორე, საქართველოს ზვიად გამსახურდიას გამოჩენას არ გაუხლეჩია პირიქით თუ რამე შეიძლებოდა იმ დროისათვის გათითოკაცებული საქართველოს გაერთიანებას. ეს გახლდათ ის ღირებულებები, რომლებსაც ზვიად გამსახურდია ზვიადი შემოუწვა სახალხო ცნობიერებაში. თუ რას ნიშნავდა ზვიად გამსახურდია ქართველი ერისათვის, ეს ნათლად გამოჩნდა 1993 წლის სექტემბრის საბედისწერო დღეებში, როცა შევარდნაძის დაქვემდებარებული სამხედროებიც კი ზვიადის გარშემო ერთიანდებოდნენ ოჩამჩირეში და რომ არ შემდგარიყო ეროვნული თანხმობა, შევარდნაძემ არ გაგონილი ვერაგობით გაასხვისა ჯერ სოხუმი, მანამდე გაგრა, შემდეგ მთელი აფხაზეთი. ვისაც არ უნახავს თუ როგორ მოხდა ეს, მას გაუჭირდება ამ საუკუნის ღალატის დაჯერება. ამდენი წლის შემდეგ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ზვიადმა დასაბრუნებლად ძალიან ცუდი დრო შეარჩია. ეს დრო, პასუხი, ეს დრო ბატონ ზვიადს არ შეურჩევია, მას იგი თავს მოახვიეს. 1993 წლის შემოდგომაზე ზვიად გამსახურდიას დაბრუნების მიზანი იყო არ დაეშვა აფხაზეთის წინასწარ დაგეგმილი გასრიცხება. ეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მოხერხდა, მაგრამ მან შეძლო არ დაეშვა ამასთან ერთად გათვლილი სხვა ქმედებები. არსებობს საშინელი გამოთქმა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, ანუ არ იქნებოდა აფხაზეთის მოსახლეობა, არ იარსებობდა აფხაზეთის პრობლემა საოკუპაციო ძალებისათვის. მათ მიერ დაგეგმილი იყო მოსახლეობის კონვეიერული წესით ჩახოცვა აფხაზეთში, გენოციდი. ამ პროცესს გადარჩენილები უნდა განადგურებულიყვნენ კუთხურ ომში, დანარჩენები კიდევნილობაში შიმშილით ავადმყოფობით უნდა დახოცილიყნენ. ამის არ დაშვებისათვის ზუგდიდში ზვიადის მითითებით შეიქმნა აფხაზეთის საქმე და სახელმწიფო კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელის მე გახდით და კომიტეტს ევალებოდა ოკუპირებული აფხაზეთის დეოკუპაციის სტრატეგიაზე მუშაობა და აფხაზეთის მოსახლეობის უბედურების ზონიდან გამოყვანა. სწორედ ამან ჩაშალა ვერაგული გეგმა და აფხაზეთიდან დევნილი გაუბედურებული ხალხი ასე გადაურჩა ამ მოწყვეტას. ზვიადმა დევნილ ხალხს გადაურჩინა მთავარი მეხსიერება თავისი სადაურობის შესახებ და სანამ ასეთი ცნობიერება არსებობს, აფხაზეთის საბოლოოდ არ არის გასხვისებული. აი ეს გახლავთ ერთ-ერთი წერილთაგანი, ან ინტერვიუთაგანი, რომელიც ბატონ სერგი საჯაიას აქვს და სხვათა შორის აფხაზეთთან დაკავშირებით რომ გადავალ მიმოხილვაზე, მე უამრავი მასალა გაგვაჩნია ამისა, ასე რომ ეს არის მხოლოდ ისეთი წერილი გახლდათ, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანში კიდევ რაღაც, ბევრში არა, მაგრამ რაღაც ცდილობენ, რომ ისევ განაახლონ და გააღვიონ ეს ეჭვი, მაგრამ ყოველივე ესენი ჩართული იქნება ჩვენი გადაცემის დროს, ფორმატით გათვალისწინებული იქნება თუ არა. ჩვენ ამას ყველაფერს მხედველობაში ვხებულობთ და საინფორმაციო ომს პირდაპირ უპირისპირდებით, რის შედეგადაც ჩვენ ვაღწევთ გამარჯვებას, იმიტომ რომ ვაქვეყნებთ ოფიციალურად არსებულ სიტუაციას და ვაქვეყნებთ მთლიანად
მართალ მიუკერძოებულ ინფორმაციას გასწვით ყველას. მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.